როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს გავშალოთ, რა თქმა უნდა, მის ენერგიებზე, რას ფიქრობს, გადავამოწმოთ დღევანდელი ენერგიები და რა თქმა უნდა, ყველაზე ურმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის, მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და ჩემი საქართველოში არტადეგები მიუახლოვდა უკვე მიწრულს. ძალიან გული მწყდება, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, რო გარბის სასწაულის ისრაფით, სასწაული. ნახოთ. რას ფიქრობს, რა ენერგიებშია ეს ადამიანი თქვენს მიმართ, რას ფიქრობს? სამიანი ხმალი. სიტუაცია არის ძალიან ისეთი დაძაბული. ფიქრობს ამ ყველაფერზე, ნუ თუ რა თქმა უნდა თქვენს მის ფაქტორებში ხართ თქვენზე 100%-ით იქნება ეს ზოგადი გაშლა, მაგრამ ვისაც გულის ტკივილი გაწუხებთ და რაღაცნაირად, არ ახარ შინაგანად შევსებული ამ ურთიერთობაში და გულდაწყვეტილი ხარ, მაშინ შესაბამისად თქვენც მოისაზრებით. როგორც ყოველთვის ახლა დალხენილი არავინ არ არის ზოგად გაშლებს, ვინც უყურებს მაქსიმალურად ურთიერთობას გულისხმობ. თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი პირდაპირ და თან ფიქრობს მესამე ფაქტორებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ და ვიგულისხმობთ კონკრეტულად თქვენს მიმართ დამოკიდებულება ყველა სიტუაციაში შენზე ფიქრობს. უბრალოდ ამ ფიქრებს არ აქვს არანაირი აზრი, არანაირი მნიშვნელობა ამას აცნობიერებს. შენ ხარ ის ადამიანი, ვინც გამორჩეულია, მისი გულის იმპერატრიცა ხარ, იმიტომ რომ აქ მე რასაც უყურებ, იმპერატრიცა შენგანაც თითქოს როგორია იცი, გულდაწყვეტილია, გულგატეხილია, შესაბამისად თქვენ უკეთესად გეცოდინებათ, რა სიტუაციამ გამოიწვია ერთმანეთში გულის წყვეტა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი ფიქრობს თქვენგან დაბრუნებულ უარყოფითზეც და გულგატეხილია, გულდაწყვეტილია და ძალიან მოწყენილია. თქვენზე ფიქრობს 100,000%-ით, რა თქმა უნდა, ზოგადი გაშლების მადლით. ეს ფიქრები არის თქვენ შორის დგას როგორი სიტუაცია, იცი? გეგონება, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ამ ადამიანმა უნდა მიიღოს კონკრეტული ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება, მაგრამ ყოველ ჯერზე მივდივართ მაინც იქამდე, რომ არაფერი არ იცვლება. მაგალითად, მესამე ფაქტორები არ იცვლება. ის არ იცვლება, რომ თქვენ შორის არის გაურკვეველი მდგომარეობა, გაურკვეველი სიტუაცია და ვერ ვიტყვი, რომ ჩამოუყალიბებელი ტიპია, მაგრამ რაღაცნაირად ისე იქცევა, რომ დგას ძალიან ბევრი კითხვები. მაგალითად, ერთმანეთში ან თქვენ იწვევთ კითხვებს და შესაბამისად პასუხები ერთმანეთისგან არ არის, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამომდინარე და შეგრძნებებიდან გამომდინარე, თქვენ ორივე ხვდებით თუ რაშია სინამდვილეში საქმე. ცდილობს ემოციური დისტანცია გააკეთოს, იმიტომ რომ არ უნდა დაიძაბოს იმაზე მეტად ვიდრე არის ახლა დაძაბული. მერე უნდა გამოვიდეს ყველანაირი კომფორტის ზონიდან და გადაახარისხოს ყველაფერი თავის ცხოვრებაში, რომ შემოგანიჭოს ზუსტად ის სტატუსი, რასაც რა თქმა უნდა ქვია იმპერატრიცა. ასე მარტივი არ არის იმპერატრიცასთან ურთიერთობა და დაინახა ეს სირთულეები. აქ არის მდგომარეობა, როცა მისმა გულმა უკვე აგირჩია, დიდი ხანი არჩეული ყავხარ მის გულს, უბრალოდ საქმეს რატო არ ეტყობა, არ ვიცი, ძალიან უცნაური ეს ყველაფერი, საერთოდ იმდენი ადამიანის ისტორიებიც არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ეჭვი არ მეპარება, როგორც ცნობა აქვს და ისეთი გავლენა გაქვს მასზე, მაგრამ ეს არ მოქმედებს, ეს სიტუაცია, სადაც სიყვარული, გრძნობა, ეს თქვენი ურთიერთობა არანაირად არ მოქმედებს, რომ მოგვარდეს არსებული პრობლემები და თქვენ იყოთ ნორმალურად მინიმუმ და მაქსიმუმ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყოს თავის ადგილზე დალაგებული. არა, გრძნობა აქვს, არც უნდა კითხვის დასმა, გრძნობა აქვს, ამ გრძნობას ებრძვის. მისი პრობლემა არის, როგორი ნაბიჯი გადმოდგას, რამდენად სწორი იქნება ეს ნაბიჯი, მაგრამ პაჟი პენტაკლის ნაბიჯს არ უნდა ამდენი ფიქრი, მაგრამ ეს ადამიანი ამ პაჟურ ქცევასაც, ხო, პატარა ბიცკიც რო გააკეთოს, ამასაც ძალიან დიდ ქულებს აწერს.
მაინც ყველა ნაბიჯის შემდეგ ეს ადამიანი ფიქრობს, ზუსტად იმ მომენტზე ფიქრობს, მინდა დაგიკავშირო ბოლომდე შენთან გზა თუ რა გავაკეთო, იმიტომ რომ არჩევანი უკვე არსებობს. არჩევანი, როგორც გითხარით, ახლა მესამე ფაქტორები კი აქვს, მაგრამ მესამე ფაქტორები მანდა მაინც სულიერს ხო არ ნიშნავს, შეიძლება არც არავინ არ აყოს ამ ადამიანს და უბრალოდ კონდეს თავის სიტუაცია. არ უნდოდეს მაგალითად ის სერიოზული ურთიერთობა, ან ის ჩამოყალიბებული კონკრეტული ურთიერთობა და შესაბამისად ესეც უკვე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობაზე. ესე იგი, ეს იმდენად რთული ადამიანია, იმასაც ნერვიულობს გულში, რომ არ უნდა ბოლომდე დაკარგოს. არადა უკვე ესუნი აზდის ამ ურთიერთობას, რომ დაკარგულია უკვე ყველაფერი, მაინც გაფუჭებულია, მაგრამ არ შეუძლია შინაგანად არაფერს, ანუ შინაგანად რასაც გრძნობს, როგორც ნერვიულობს, ერთია, მაგრამ როგორც იქცევა ადამიანი, ან შეიძლება საერთოდ არც არაფერს არ აკეთებდეს, რადიკალურად განსხვავდება. არ გაჩვენებს მის თავში რაც ხდება. საერთოდ არ მე იმიტომ მიყვარს რომ ეს არის შპარგალგამე, რასაც ვეძახი, შეიძლება ისე იქცევა ადამიანი და გელაპარაკება ან არ გელაპარაკება, მაგრამ მის შიგნით რაც ხდება, ამას ძალიან კარგად კითხულობს ტარო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენერგიები არ იცვლება, იმიტომაც ვაკვირდებით და ვადევნებთ თვალს ამ ყველაფერს. ძალიან ბევრი სიტყვები აქვს სათქმელი, მაგრამ არც ამის თქმა არ სურს. შენ ხარ აი ესეთი დიდი ფიგურა მის ცხოვრებაში, მის გულში, ატრიგერებს ყველაფერზე, თუ კი რამე შეიძლება იყოს დადებითი უარყოფითი და ამავე დროულად ადამიანი ირჩევს მაინც საკუთარ მარტოობას. იმპერატორი, ნახე, რამდენი წინააღმდეგობაა თქვენ შორის. არ ჩვენ გინდა თავის თავად დათმო და ესეც არ თმოს. ანუ ვერ გვარდებით. ახლა თავის თავად ისმის კითხვა მაშინ რა საჭიროა ხო ურთიერთობა, მაგრამ ცხოვრებაც ისეთია, რომ ყველამ ვიცით ყველაფერი ასე რომ ვიმსჯელოთ, მაგრამ საქმით რომ განვახორციელოთ, ეს არის ძალიან რთული. პროგნოზი ვნახოთ, რა შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოვიდეს, უბრალოდ მოკლე პროგნოზი ვნახოთ, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. ორაზროვანია ეს ყველაფერი მაინც. რა თქმა უნდა, შენარჩუნდება ორ სკამზე ერთად ჯდომა, ვისაც გაქვთ, თუ არ არის ეს სიტუაცია, მაინც იქნება ორაზროვანი, იმიტომ რომ ადამიანი არ ყალიბდება, ვეღარ გადაწყვიტა რა გააკეთოს და ძალიან არასერიოზულია უკვე ეს მისი მხრიდან, მაინც არასერიოზული პიროვნება, როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს, რაღაცნაირად ასე იჩენს თავს და ეს ემოციური ჯაჭვი, რომელიც არის თქვენ შორის არის და არის, ამას არაფერი არ ეშველება, ანუ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. რა უნდა გამოვიდეს აქედან, თქვენც უკვე ხვდებით, ხო? ის რაც იწვევს კითხვის ნიშნებს, აქედან ჯერჯერობით ამ ეტაპზე არაფერი არ გამოდის. ხუთიანი თასი, სამწუხარო რეალობა. თუმცა იმ პასიური იმედები არსებობს, რომ იმედი არ უნდა დაკარგოთ. მე არავის არ მოუწოდებ ზოგადად იმედი უნდა იქონიო პირად ურთიერთობაში, მაგრამ ყველა ისტორია თავისი ისეთი დეტალებითაა სავსე, რომ ამ დეტალებს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და შეიძლება ზოგიერთ სიტუაციაში იმედიც აუცილებელი იყოს, ამიტომ ასე ზოგადად ვერ ვიმსჯელებ. ასეთი იყო დღევანდელი ენერგიები. მე რა თქმა უნდა, ყველას გილოდებით კომენტარებში დამდროებით.